აბა მოგესალმებით, დღეს ერთი ისეთი თემა გვაქვს, ცოტა დამაბნეველი და ინტრიგის შემცველი სათაურით, ბრიტანული და ამერიკული დეითინგის სტილები. ვიცი, ალბათ ეგრევე რომანტიკაზე დაფიქრდით, არა? ხო, აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ბრიტანული და ამერიკული დეითინგი. რა იგულისხმება, აბა? პირველი ასოციაცია, რა თქმა უნდა, პაემნებია, ხო? მართალია? ვინ ვის როგორ ეპატიჟება, ვინ იხდის ანგარიშს და ასე შემდეგ. მაგრამ არა, სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე, ოღონდ კალენდარულ თარიღებზე. კი, ზუსტად იმაზე თუ როგორ წერენ და ამბობენ თარიღს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. დამიჯერეთ, ეს ერთი შეხედვით პატარა დეტალი ისეთი თავისწვილი შეიძლება გახდეს, ვერც კი წარმოიდგენთ. კარგი, მოდით დავიწყოთ წერილობითი ფორმიდან. აი წარმოიდგინეთ, გეგმავთ ზუმის შეხვედრას კოლეგასთან ლონდონიდან, ან ბილეთებს ყიდულობთ ნიუ-იორკში. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი გაუგებრობა. და აი მთავარი დამნაშავეც. შეხედეთ. ბრიტანულ სტილში ყველაფერი ლოგიკურადაა, ჯერ პატარა ერთეული, დღე, მერე თვე და მერე წელი. ანუ 24 მაისი 1970 ნიშნავს 24 მაისს. მარტივია. ამერიკელები კი თვეს სვამენ პირველ ადგილას, ანუ 05-24-1970. აქ კიდევ არა უშავს, მაგრამ აი კატასტროფა იწყება მაშინ, როცა დღეც და თვეც 12-ზე ნაკნებია. მაგალითად 05-06-2024. ეს 5 ივნისია თუ 6 მაისი. აი ამ დროს ხდება ხოლმე ყველაზე დიდი არეულობა. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს იგივე პრინციპი, დღე-თვე ბრიტანეთში და თვე-დღე ამერიკაში. გრძელდება მაშინაც, როცა თვეს სიტყვით ვწერთ. ანუ, ბრიტანელი დაწერს 24th May, ამერიკელი კი May 24th. თანმიმდევრობა არ იცვლება, ხედავთ? აქვე რომ სრული სურათი გქონდეს, ბრიტანელებს აქვთ პატარა ვარიაციებიც. მაგალითად, ზოგჯერ ამ f-ს საერთოდ არ წერენ, ან ნულს აგდებენ თვის წინ. ხანდახან ძალიან იშვიათად ამერიკულ ვერსიასაც შეიძლება წააწყდეთ, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია. კარგი, თუ გეგონათ რომ წერა რთული იყო, ახლა გადავდივართ შემდეგ დონეზე, წარმოთქმაზე. აქ საქმე კიდევ უფრო რთულდება. და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩნდება სიტყვები, რომლებიც დაწერილ ტექსტში საერთოდ არ ჩანს. აი მოისმინეთ კლასიკური ბრიტანული წარმოთქმა. თარიღი არის 24th May, მაგრამ ბრიტანელი იტყვის the 24th of May. ყურადღება მიაქციეთ, საიდანღაც გაჩნდა the და of. და აი ეს არის მთავარი წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. ბრიტანულ ინგლისურში, როცა თარიღს ამბობ, რიცხვის წინ თითქმის ყოველთვის ამატებ article the-ს და თვის წინ კი of-ს. ამას არასდროს წერენ, მაგრამ საუბრისას აუცილებლად იყენებენ. The 24th of May. ეს არის მათი ხელწერა, ასე ვთქვათ. ახლა კი კონტრასტისთვის. იგივე თარიღი ამერიკულად. დაწერილია May 24th. როგორ ჟღერს? ბევრად პირდაპირ. და ესეც ამერიკული წესი. ყველაფერი ბევრად მარტივი და ლაკონიურია. თვე პირველია და ის ძა და of ბრიტანელებს რომ ასე უყვართ საერთოდ გამქრალია. უბრალოდ May 24th. მორჩა. უფრო სწრაფი და ეფექტურია, რა? კარგი. ამდენი ინფორმაციის შემდეგ, დრო ეს ყველაფერი თავში დავალაგოთ. ამიტომ მოგიმზადეთ პატარა უნივერსალური შპარგალკა. ეს არის თქვენი საიმედო გზამკვლევი, რომ მომავალში არასდროს აგერიოთ თარიღები და თავიდან აიცილოთ კალენდარული კატასტროფები. აი ამ ცხილში არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. მარცხნივ ბრიტანული სტილი, მარჯვნივ ამერიკული. ნათლად ჩანს განსხვავება წერაშიც. გახსოვთ დღე-თვე ბრიტანეთში, თვე-დღე ამერიკაში. და რაც მთავარია, სასაუბრო ფორმაშიც. The 24th of May ბრიტანულად და უბრალოდ May 24th ამერიკულად. ეს სლაიდი ნამდვილად ღირს, რომ სადმე შეინახოთ, აუცილებლად გამოგადგებათ. და ბოლოს, მინდა დაგტოვოთ ერთ კითხვასთან. თუ ასეთ ერთი შეხედვით უბრალო რამეზე, როგორიც თარიღია, ამხელა განსხვავებაა, უბრალოდ წარმოიდგინეთ კიდევ რამდენი უხილავი კულტურული კოდი და ნიუანსი არსებობს ჩვენს შორის. ეს არ არის უბრალოდ თარიღის ფორმატი, ეს იმის კარგი მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეტალების ცოდნა და გათვალისწინება. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით.